სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო წაკითხული იქნა სახარება სადაც მოვისმინეთ იგავი ბოროტი მევენახეების შესახებ ვინ არიან ეს ბოროტი მევენახეები ეხლა ეს იგავი გავიხსენოთ და მერე ვთქვათ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ამ იგავით როგორ შეგვიძლია ხელმძღვანელოთ გამოგვადგება თუ არა საერთოდ პირველ რიგში მაინც მინდა გითხრათ უკვე მრავალგზის თქვენთვის ნათქვამი და განმარტებული რომ მაცხოვარი ყოველთვის ძალიან მარტივად საუბრობს ამ იგავში გაუგებარი არაფერი არ არის ის არასდროს არ ლაპარაკობს რაღაცა მითიურ მოვლენებზე რომელიც ჩვენთვის ესე იგი ნაკლებად ნაცნობია რაღაცა ფასკუნჯებზე და კენტავრებზე არასდროს არ ლაპარაკობს რომელიც არ არსებულია რაღაცა ესეთ რასაც ადამიანი ყოველ წამიერ შეხებაშია სწორედ ესე ელაპარაკება დაინახა ვენახი და ესაუბრება ვენახს იმიტომ რომ ამ ვენახის დამუშავება თითოეულ მათგანს იქ ევალებოდა და ჰქონდათ ეს ვენახები და ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა დაემუშავებინათ და როგორი მოსავალი უნდა მიიღოთ, რანაირად უნდა მიიღოთ უბრალოდ მოსავალი. როდესაც თესარის იგავს ამბობს, ყველა მიცის როგორ უნდა დათესოს ხანა და როგორ ითესება, რომ ზოგი თესლი აქ ჩავარდება და ზოგი იქ. როდესაც ქალებს ესაუბრება ცომი რომ იგავს ეუბნება ცომის მოზელის შემდგომ როგორ აფუძნება ცომი და სარწმუნოების შესახებ ასე ელაპარაკება. ამიტომ ეს ყველაფერი იმდენად ახლოს არის ადამიანებთან რომ მათ მერე არ თქვა რომ აი რა იყო ახლა ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ რამ კაცმა ისაუბრა. იგავის შინაარსიც სწორედ ესეთია რომ ნებისმიერმა მევენახე მიწოდა რომ სანამ ვენახს ჩაყრედა ჯერ უნდა შემოეღობა. ასეთ წერია პირდაპირ რომ ერთმა ბატონმა შემოღობა ვენახი ჩაყარა საწნახელი ააგო და გოდოლია გოდოლი იცით რა არის კოშკი სადაც უნდა თავის ვენახისთვის დაეხება. პირველ რიგში უნდა შემოესაზღვრა, იმიტომ რომ რაღაცა არ დაზიანებული იყო ეს უცხო რაღაცა ცხოველები თუ რაღაცის შეჭრით. მეორე ვენახი ჩაყარა, მესამე რაც გააკეთა საწნახელი იქვე და რატომ? იმიტომ რომ თუ საწნახელი აქ არ იქნებოდა, მაშინ არ იყო ესეთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორც დღეს რომ ყურძენი აქ შეგეძლო დაგეკრიფა, კახეთში შეგიძლია დაკრიფო და თბილისში შეგიძლია დაწურო. ან და ბათუმში ასეთი საშუალებები მაშინ არ იყო და შესაბამისად ის იქვე უნდა ჩაწურულიყო იქვე სადაც ვენახი იყო და შესაბამისად უნდა ქონოდა გოდოლი ანუ კოშკი სადაც შეგეძლო რომ მოსავალი როდესაც წიფდებოდა კი არ შეგეძლო აუცილებელი იყო რომ იქ უნდა გეცხოვრა რომ დაგეცვა შენი ვენახი გარეული ცხოველებისგან, იმიტომ რომ გარეული ცხოველები მოდიან და ყურძენს როგორც ჩვენ გემრიელად მივირთმევთ, ისინიც ასე მივირთმევენ, დაგეცვა მათგან, დაგეცვა კურდებისგან და დაგეცვა კიდე რაღაცა სხვადასხვა შემოტევისგან და შემოსევისგან. ასე რომ უცხო ამ საზოგადოებაში ეხლა რაც ითქვა არაფერი არ არის. მაგრამ ჩვენ ეხლა რომელიც ამ მევენახეობას არ მივხვდებით, როგორ შეგვიძლია გავიგოთ ეს ამბავი. შენც მოცემული გაქვს ასეთი ვენახი. შენს გაქვს ესეთი გარეშემოსაზღვრულობა სწორედ როგორც ვენახს გარეშემოავლეს ესე იგი ღობე შენს ესეთივე გარშემოსაზღვრულობა გაქვს შენს გაქვს ესეთი გოდოლი რომელიც შენი სულიერი თვალია რომელთაც უნდა აკონტროლებდეს შენ აი ამ ვენახს იმიტომ რომ შენ თვითონ ახარ ეს ვენახი მე ვარ ვენახი ამბობს მაცხოვარი და თქვენ კი რტონი ანუ შენ თვითონ ხარ ეს ადამიანი ახლა ამ იგავს შესაძაც ლაპარაკობს მაცხოვარი იცოდეთ რომ თითოეულ ჩვენგანს გვესაუბრება ამას რომ ეს ხარ შენ საწნახელიც კი აქ არის აგებული რომ ეს რაც მოგეცა ამ ყველაფრისგან შენ ეს ნაყოფი რომ იხმიო და იგემო ამ სხეულით შეგიძლია ეს ყველაფერი ამ სხეულით შეგიძლია ამ ყოველივეს გასინჯვა და გემოვნება და ამ სხეულით შეგიძლია შენ რომელიც ღმერთისგან მოგეცა რომ მიიღო ის ნაყოფი, რომელი ნაყოფიც ამ სხეულთან ახლავს. მაგრამ რაში არის ამ მევენახეების სიბოროტე, იცით რომ ღმერთი როდესაც აგზავნის მათთან თავის მონებს, რომ ამ ვენახისგან რაღაცა მანაც მიიღოს, ისინი მათ არ უსმენენ საერთოდ. ზოგი გალახეს, ზოგი გაყარეს, ზოგს საერთოდ არ მოусმინეს
და ამ შემთხვევაში ვინ არიან ესენი? ეს ჩვენი სინდისის ხმა, რომელიც გამუდმებულად გელაპარაკება, გამუდმებულად შეგახსენებს, რომ ეს სხეული, რომელიც შენ ასე მიგიღია, კი არის შენი, ნამდვილად არის შენი. მაგრამ ვისგანაც მიიღე, ის ამას კი არ თხოვს, რომ ამ სხეულისგან რაიმე უნდა ჩამოჭრა და მას გაატანო, არა. თხოვს ერთადერთ რამეს, მადლიერებას. და ამ მადლიერებასაც იმიტომ კი არ ითხოვს, რომ ეს მისთვის აუცილებელი პირობა ან მადლიერებით ის რაღაცით შეივსება. იმიტომ თხოვს, რომ შენ გჭირდება ეს მადლიერება. თუ შენ მადლიერების გრძნობას დაკარგავ, ადამიანობას დაკარგავ. იმიტომ რომ გაგავიწყდება ის, ვინც მოგცა ეს ყველაფერი. ამიტომ არიან ეს მევენახეები ასე წოდებული, რომ ბოროტები ქვიათ მათ. მათ დაივიწყეს ის, რომ არც შემოუღობავთ, არც დაურგავთ, არც გოდოლი აუშენებიათ და მადლიერებაც არ გააჩნიათ. ეს ყველაფერი მიიღეს, აი ესე გამზადებული, აი ესე პირდაპირ გამშვენებული, ყველაფრით დამშვენებული, მიიღეს და უთხრეს, აჰა ბატონო, ჩაიბარა. დაკარგეს მადლიერების გრძნობა, დაკარგეს მათ ადამიანობა, დაკარგეს მათ უმთავრესი რამ, რისთვისაც არიან გაჩენილები ამ ქვეყანაზე, რომ ადამიანად გაჩნდი, ესე იგი ადამიანი უნდა იყო. და ეს მადლიერება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთი თუ ამას ითხოვს, იმიტომ კი არ ითხოვს, რომ მას რაიმე ნაკრულევანება აქვს და შენი მადლიერებით ამ ნაკრულევანების შევსება ხდება. არავითარ შემთხვევაში. მადლიერება ისევ შემჭირდება, რომ მადლიერებისგან დაცლილი არ აღმოჩნდე. უკიდურეს ამბარდავნებაში ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე არ მჭირდება არავისი დახმარება, არ მჭირდება არავისი ნუგეში, არ მჭირდება არავის არაფერი, მე თვითონ ვარ ის, ვინც ვარ. როგორც ეს ბოროტი მევენახე ამბობს, რომ მას არავინ არ ჭირდება. მისია ეს ვენახე, მისია ეს გოდოლი, მისია ეს საწნახელი, რომელიც აქ არის აგებული, მოსავალსაც თვითონ მიიღებს, კიდეც ჩაწნავს და კიდეც დალევს. არავინ არ ჭირდება. ერთი სამადლობელი სიტყვა არ აღმოჩნდა მისთვის გამეტებული, მისგან უბრალოდ გამეტებული იმ ადამიანისთვის, იმ ბატონისთვის, ვინც ეს ყველაფერი შექმნა. ეს ბატონი როგორი კეთილია, მის გაგზავნილ აი ამ მონებს, როდესაც ზოგი შეურაცხყვეს, ზოგი გამოაგდეს, ზოგი შეურაცხყვეს ფიზიკური ტანჯვითაც კი, მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამბობს, რომ მოდი ახლა ასე გავაკეთებ, მოდი ჩემს ძეს გავაგზავნო, ერთადერთ და მხოლოდ შვილს. იქნება მისი ხათრი მაინც გამოიჩინო და ამ მისი ხათრის გამო იქნება და რაღაცნაირად მადლიერება მაინც გამოხატონ, რომ ეს ყველაფერი რაც მოგეცი და შენია, გააცნობიერო, რომ თლად შენი არ არის. ფათაშორის ეს მადალებული თემა იყო, რაღაცა ერთი პერიოდი სულ კითხვები ისმებოდა, რომ შენი სხეული შენ გეკუთვნის თუ არა. შენ გეკუთვნის, საბაბის გეკუთვნის, ეკუთვნის. შენი სხეული ბუნებრივია, შენია, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს ვისგან არის. შენ შექმენი, ესე იგი ვიღაცისგან მოგეცა. სწორედ ამიგავზია დღევანდელ დღეს ლაპარაკი, რომ შენია კი ბატონო მოგეცა შენ, მაგრამ შენი შექმნილი არ არის. აქედან გამომდინარე, სულ ცოტა ადამიანობა უნდა გამოიჩინო და მადლიერება გამოთქვა იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერი მაქვს. და აი ნახეთ განზრახვა, რომ მოვიდეს ახლა უნდა ძე, ერთადერთი და მხოლოდ შობი, რომელთაც იქნება რაღაცნაირად მოეხატრო მისი და უთხრან მას, რომ აი კი შეგვეშალა არ უსმენდით იმ მონებს და აი ახლა შენ რომ ხედავთ ჩვენი ბატონის ძეს, იქნება რაღაცნაირად შენი მაინც გული მოგვიყვეს, მოგველბა გული და ახლა მაინც ვიტყვით მადლობას. არა, ყველაფერი პირიქითაა, როგორც კი ძეს ხედავენ, მაშინ ასეთ რამეს ამბობს. მოდი ეს საერთოდ მოვკლათ, ის უმემკვიდრეოდ დარჩება და ყველაფერი ჩემი იქნება. აი ესეთი ეგოიზმით არის ხშირად ადამიანი შეპყრობილი, რომელსაც არაფრით არ სურს იმის აღიარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისია ეს ყველაფერი, ვისგან არის მოცემული ამის აღიარება არ სურს. მოვიდა ძე მხოლოდ ჩობილი და რისთვის მოვიდა, რომ დასაჯოს, რომ წაართვას, რომ გაუყოს, არა, რომ შეახსენოს, საიდან მოხვედი, არარსებობიდან არსებობაში ვინ შემოგიყვანა, სუნთქვის საშუალება ვინ მოგცა,
ვინ მოგცა უკვდავის სული და მოაზროვნე სული, რომლითაც ჩვენ აი ამ გოდოლს ვერ ვლაპარაკობთ. ეს გოდოლია სწორედ ეს, საიდანაც უნდა იხედებოდე. ამ სულიერი თვალით ხედავდე ამ შენ საკუთარ ვენას და სულ ცოტა მადლიერების გრძნობა ქონდე. სულ ცოტა, მეტი არ ახდები. რა იგივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგონებია. ამ ფსალმოს მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ხშირად კითხულობთ, ნუ ზიარების ლოცვებს ვინც კითხულობთ, ეს ჩართულია ეს ფსალმო. რა იგივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგონებია. 115 ფსალმონი. ოღონდ ეს შეკითხვა დარჩება. პასუხი იქვეა გაცემული. სასუმელი უფლისაი მოვიღო და სახელსაუხლისა საუხადო. საუკუნეებით ადრე, ქრისტეს დაბადებამდე, დავით მეფსალმონე წინასწარმეტყველებს, რით შეიძლება გადაუხადო მადლობა ღმერთს, ხოლოდშობილ ძეს, რომელიც მოვიდა და განკაცდა და სისხლი დაღვარა ჩვენთვის და საწინასწარმეტყველო სიტყვებს ბრძანებს. სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო, ანუ ბარძიმიდან მეზიარო და სახელსაუხლისა საუხადო, ანუ ეს არის სამადლობელი მსხვერპლი, მადლიერების მსხვერპლი, ანუ სიტყვიერი მსხვერპლია ეს ჩვენგან გაღებული. არავით არ სისხლი ამ მსხვერპლს ჩვენ სხვანაირად არ აგვასრულებთ. არც ყოველს ყოლაფა და არც ადამიანს. დაკლულია ერთხელ ქრისტე ამ ყოველივესთვის. და ამისი სამადლობელი მსხვერპლი არის სწორედ ეს ლიტურგია, სადაც მე მონაწილეობას ვღებოდი. მაგრამ დღევანდელ დღეს ითის დავიწყე გადაგება, რომ ეს ვენახის იგავე როგორ შეიძლება გამოგვადგეს ჩვენ მევენახეები თუ არა ვართ, გეტყვით პირდაპირ რომ მევენახეები ვართ სწორედ ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს სხეული, ეს მოცემულობა სწორედ ვენახია, დასამუშავებელი ნიადაგია, რომელსაც შენ უნდა ამუშავებდე, ამ გოდოლიდან იყურებოდე და აკვირდებოდე, რომ არ შემოგეპაროს მასზე რაღაცა უწყობდაბელური ცხოველი, რომელიც დააზიანებს ამ შენ ვენას. აი ეს საწნახელი, რომლითაც შენ უნდა შეგეძლოს, რომ აი ეს კეთილი ნაყოფები მიიღო ამ ქვეყნად და იმ ქვეყნისთვისაც ქონდეს მადლიერების სიტყვა და არასდროს არ დაემალო მაცხოვრის სიტყვას და სწავლებას და არასდროს არ თქვა, რომ არ მჭირდება ერთმა მე ეს. კი გამოაგზავნა ღმერთმა, მაგრამ არ მჭირდება, იმიტომ რომ ხელს მიშლის მისი მცნება რაღაცაში. ჩემი სიამოვნების აღსრულებაში ხელს მიშლის მე მისი სწავლება და ამიტომაც მე მას მოვკლავ და გეტყვით რომ ნამდვილად კლავს ადამიანი. დღევანდელ დღესაც გრძელდება ეს კვლელობა, ვინც ღვთის სიტყვას არ ისმენს, ვინც ღვთის სიტყვას არ იმარხავს და არ აღასრულებს მას, ის კლავს მას და კლავს არაპირდაპირ გზით, რომ ვიღაცას მიეპარება და ხანჯალს ჩაცემს, არამედ ამბობს, რომ მე ეს არ მჭირდება, მე ეს ხელს მიშლის ჩემს სიამოვნებას, ჩემს ეგოისტობას, ჩემს რაღაცა პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ხელს უშლის ეს ცნებები, რომელსაც ის მე მასწავლის, ამიტომ შენ მე არ მჭირდები, ვენახის გარეთ უნდა გაგიყვანო. სად მოკლავენ მას? შიგნით კი არა, ვენახის გარეთ. სად არის ეს ვენახის გარეთ? ქრისტეს ადგილი აქ არის. ქრისტეს ადგილი შენშია. და როდესაც ადამიანს ის გარეთ გაყავს, მაშინ ხდება სწორედ მისი კვლელობა. კვლელობა არა იმით, რომ ჩვენ გავანადგურებთ იესო ქრისტეს, გავანადგურებთ საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ მისი ხმა აღარ იქნება ჩვენში, მისი სული, მოქმედი წმინდა სული აღარ იქნება ჩვენში და ეს არის სწორედ კვლელობა, სხვა მეტი კი არაფერი. ამიტომაც განაჩენი ამ ადამიანს საკუთარი თავისთვის მაშინვე გამოაქვს, როგორც კი ასე იწყებს მსჯელობას, საკუთარი თავით კმაყოფილებას და არანაირად რომ არ უნდა ქრისტეს სიტყვის მოსმენა, ასე იწყებს ამ მსჯელობას და ასე იწყებს ამ კვლელობას. და განაჩენი გამოაქვს მეთქი, რომ გითხარით რა არის ეს განაჩენი, თვითონვე თავის პირით ამბობენ, ქრისტე ეკითხება, როგორ ფიქრობთ, როგორ მოეპყრება ბატონი ამ მევენახეებს, როგოროდა მოვაო თავისი ჯარით, რომ ამას დახოცავსო და სხვა კეთილ ადამიანებს გადასცემსო აი ამ ვენახს. და მაცხოვარევანს რომ თავი დაიქნია, რომ გინამდე მერე გააცნობიერეს, ვიზზე საუბრობდა, რომ მათზე იყო ეს საუბარი და თითოეულ ჩვენგანზე იყო საუბარი, რომლებიც ცდილობთ ვენახის გარეთ, ჩვენს გარეთ გავიყვანოთ ქრისტე და არ მოусმინოთ მას შინაგანი ხმით, რა თქმა უნდა ყველა ადამიანზეა საუბარი და ისე შეშინებულებიც აიმოიძახებენ, ნუ იქმნების ასეო, ნუ იქმნება ასეო. ანუ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა ადამიანმა და თან ახლა იქეთევლება ნუ იქნება ასე. თუ არ გინდა რომ ასე არ იყოს,
მაშინ კეთილი ინებე და ისწავლე მოსმენა. მოსმენა შენი შინაგანი ხმისა, მოსმენა ღვთის სიტყვისა, რომელიც ჩვენ სახარებისეულად მოგვეცა და იცხოვრე ისე, როგორც მან გვითხრა, რომ დარჩი ადამიანად და არასდროს მოგივიდეს თავში, რომ მოვკლავ ეხლა ამას და მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. ანუ მოვკლავ მის მცნებას, მოვკლავ მის სწავლებას, არ გავახარებ ჩემში არაფერს ის, რაც ჩემს სიამოვნებას ხელს უშლის. გადადეთ ყველაფერი ეგოისტური გვერდით და მოусმინეთ საღვთო ხმას. ამინ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყო.